საქართველოში 22 საათია თქვენ 10-იანს უყურებთ მე სოფო ახალკაცი ვარ. გორის საერთაშორისო სკანდალის მოლოდინში 2015 წლის 2 ოქტომბერი ამ დღეს გადაწყდება დაბრუნდება თუ არა სტალინი გორში. გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს ზეგლი ისევ ქალაქგარეთ არის და ისევ პირქვე დამხობილი ინახება. კვარცხლბეგი კი რომელზეც სტალინელები ზეგლის დადგმას გეგმავენ დიდი ბელადის ბრინჯაოს მონუმენტის მისაღებად უკვე მზად არის. რა იქნება იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს დეპუტატები ზეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის წინააღმდეგ სწავლენ? ამ კითხვაზე პასუხი სტალინელებს უკვე მზად აქვთ. ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. სპეციალურად 10-იანისთვის გიორგი ახალკაცი მუშაობდა თემაზე, რომელიც ღია ეთერში განაგრძობს საუბარს. გიორგი საღამომშვიდობისა. დიახ, გორის საერთაშორისო სკანდალში შეიძლება მას შემდეგ აღმოჩნდეს, თუ საკრებულოს დეპუტატები, გორის საკრებულოს დეპუტატები სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებს უარს ეტყვიან ზეგლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართვაზე. საკრებულოს ხდომა არის 2 ოქტომბერს ჩანიშნული, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი გავა თუ არა საკითხი ხდომაზე. რაც შეეხება სტალინელების პოზიციას, ისინი ზეგლის დაუყოვნებლივ დადგმას მოითხოვენ 2 ოქტომბრის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს არ იქნება ის აქციები, რომლებსაც ისინი აქამდეც მართავდნენ, ამ აქციებს ექნება პერმანენტული სახე და მეტიც. აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვლენ მეზობელი ქვეყნებიდან. მეზობელ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, რუსეთიც იგულისხმება. ჩათვალეთ, რომ ოქტომბრის თვეში ქალაქ გორში დაიწყება ფართო მასშტაბიანი გამოსვლები. და მაშინ მონაწილეობას მიიღებს არა მარტო გორი და გორის რაიონი, არამედ მთელი საქართველო და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდანაც ჩამოვლენ ხალხი. ღრმათა ვარ დარწმუნებული, მეზობელი სახელმწიფოებიდან რომ ჩამოვლენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ამიტომ ეს იქნება დიდი საერთაშორისო სკანდალი. ალეკო ლურსმანაშვილის აზრით, დიდ საერთაშორისო სკანდალში გორი მას შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, თუ სტალინის ზეგლის ქალაქში დაბრუნებაზე გორის საკრებულო უარს იტყვის. სტალინის საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრი თვლის, რომ 2 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის შედეგები გადაწყვეტს დაიწყება თუ არა ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელშიც მონაწილეობას ქართველებთან ერთად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც მიიღებენ. მოთხოვნა უცვლელი იქნება, დაუბრუნდეს სტალინი გორს. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ვითხრეს, რომ აუცილებლად დაიდგმებოდა ზეგლი და დაგვპირდნენ მის ასე ვთქვათ დადგმას, დღემდე ეს დაპირება არ შესრულებულა. სტალინის ზეგლის დადგმა არ დადგმის საკითხი ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამის თაობაზე საკრებულო უნდა იმსჯელოს და თუ იქნება მე შევასრულებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საკრებულოს მიერ გადაწყვეტილი. სტალინის ზეგლის მისივე მუზეუმის ეზოში დადგმის აუცილებლობაზე საუბრობს პატრიოტთა ალიანსის წევრი. მამუკა ბაინდურაშვილის თქმით, სტალინის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი ამ დრომდე დიდია. ის ზეგლის აღმართვის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს მოიძიონ ინფორმაცია თუ რა თანხა აქვს შეტანილი სტალინის სახმუზეუმს ბიუჯეტში. 60 წელზე მეტია კაცი მიცვალებულია და ბიუჯეტში ფული შეაქვს. ეს აუცილებლად უნდა იყოს. ხალხი ჩამოდის, მე მახსოვს, ხალხი ჩამოდიოდა ზეგლის სანახავად პირველი ზეგთან მოდიოდნენ და მერე მოდიოდნენ სახმუზეუმში. ეს არის შენობა, სადაც სტალინი დაიბადა. საბჭოთა ბელადის მუზეუმი გორში ჩამოსულ ტურისტებში განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. აქედან 50 მეტრში მდებარეობს კვარცხლბეგი, სადაც ზეგლის აღმართვაა დაგეგმილი. კვარცხლბეგი, რომელიც სტალინის ზეგლისთვის ააშენეს, უკვე მეხუთე წელია ბრინჯაოს კაცის გარეშე დგას. ამდენივე წელია ამ შენობის ერთ პატარა ოთახში მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დიდი ბელადი გორს დაუბრუნონ. ამბობენ, რომ თანამოაზრეები ბევრი ყავთ თან ისეთები, რომლებსაც სტალინის ზეგლის მშობლიურ ქალაქში დაბრუნება ხელთ ეწიფება. გიორგი კანდელაკი საგანელიძე, ვალერი სუფიშვილი, ოდარი ეფთიმიშვილი, ბევრი ავტომობილში გვინდა რომ მშვიდობიანად კანონიერ ფარგლებში დავდგათ ზეგლი, რომ შემოუმდაბებელი აღარავინ აღარ ყვავდეს შემდეგი წლების ათეული წლების განმავლობაში. სტალინის ზეგლი აუცილებლად უნდა იყოს თავის სამშობლოში. სტალინი ისტორიის წიგნებიდან არ მოიწერება არადროს. ნამდვილად გულერებს ეს არ ვებადდება. მსოფლიო ომის მომგები პიროვნება. მისი მტერი საფრთხოვნებული იყო მისი ნიჭიერებით და ჩვენ ქართველებმა მის მშობლიურ ქალაქში ზეგლი ავიღეთ, ეს გვებადდება. იქამდე სანამ ზეგლის მუზეუმის ეზოში დაბრუნებაზე გორის საკრებულოს დეპუტატები იმსჯელებენ, ბრინჯაოს მონუმენტი ისევ კარალეთში და ისევ ამ მდგომარეობაში რჩება. სტალინი მეხუთე წელია მიტოვებულ შენობაში პირქვე დამხობილი ინახება. სტალინელების პოზიცია ამ რეპორტაჟიდან ნათლად ჩანს. ახლა კი გადავიდეთ დეპუტატებზე, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, უნდა დაბრუნდეს თუ არა სტალინი გორში.
მუზეუმის ტერიტორიაზეა საუბარი, ჩვენ ჩავწერეთ დეპუტატების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სტალინის გორში დაბრუნება მიუღებელია, ნაწილისთვის კი მისაღებია. 2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თავისუფლების ქარტია პირდაპირ კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკებს. ეს არის საკულტო ნაგებობები, ძეგლები და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ სტალინის ძეგლი არის პირდაპირ საბჭოთა პროპაგანდა და ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის გამოვლინება და მე იმ იდეოლოგიას, რაც იყო საბჭოთა იდეოლოგია, ვერ წავახალისებ და მხარს ვერ დავუჭერ სტალინის ძეგლის დადგმას გორში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მუზეუმი, უნდა იყოს სტალინის ძეგლიც, ხო? ეს ინტერესი არის ძალიან დიდი ტურისტების, იქიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ ძეგლის რამენაირი ფორმით დადგმა მუზეუმის ეზოში. მე მხარს დავუჭერ. უნდა დაბრუნდეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში? ჩვენ ეს კითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც დავუსვით. მინისტრის კომენტარს ჩვენ ღია ეთერში გთავაზობთ. სტალინი არის ისტორიის ნაწილი და ამას ვერავინ ვერც უგულებელყოფს და ვერც დაივიწყებს. გამომდინარე აქედან თუ იმ ადგილის მოსახლეობას ასეთი სურვილი აქვს, მე მგონია რომ სახელმწიფომ გაგებით უნდა შეხედოს ასეთ სურვილს. კომუნისტური ფასეულობები და ის რეპრესიები, რაც საქართველოს გადაიტანა, ჩვენთვის არის კარგი და მისაღები, ამაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სტალინი არის ისტორიის ნაწილი. ეს ისტორიის ეს ნაწილი შეიძლება საინტერესო იყოს ძალიან ბევრი ადამიანისთვის და აქედან გამომდინარე შესაძლებელია სავარაუდოდ, რომ მუზეუმის ტერიტორიაზე ასეთი ძეგლი არსებობს. უნდა დაბრუნდეს თუ არა სტალინის ძეგლი მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებას ჩვენს ვებგვერდზე 3w.dia/g-ზე უკვე მეოთხე დღეა შეუძლია. ამ დროის მონაცემებით გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1169 ადამიანმა. გამოკითხულთა 59% ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ფიქრობს, რომ ძეგლი ქალაქში არ უნდა დაბრუნდეს, თუმცა გამოკითხვა გრძელდება პარასკევამდე და ნახოთ რა შედეგს აჩვენებს ჩვენი კვლევა.